თემებზე მე განახლებული ინფორმაციით გიბრუნდებით 10 საათზე. დიდი მადლობა მარიკა კიდევ ერთხელ ჩვენ კი განვაგრძობთ ეთერს ძალიან საინტერესო თემით, რომელსაც დარწმუნებული ვარ ელოდება ჩვენი ტელემაყურებელი მას შემდეგ რაც დავაარნოსით. ამასობაში ქალბატონი ნინო კანდელაკი ფსიქოთერაპევტი შემოგვიერთდა და თუ თქვენ გეცნობათ ფრაზები რომლებიც ასე ჟღერს, შენ გამო ყველაფერი დავთმე, შენ რომ არ მოგკლებოდა, შენ რომ გესწავლა, შენ რომ დაგესვენა, მე დავკარგე მომავალი, კარიერა თუ ცხოვრება. აი დღეს ვსაუბრობთ სწორედ შვილებისთვის გაღებულ მსხვერპლზე, ფრაზებზე, რომლებიც უპირობო სიყვარულის გამოხატულებაა შვილის მიმართ, იქამდე ვიდრე არჩევანისა და თავისუფლების შეზღუდვის იარაღად არ გადაიქცევა. ზღვარი კი ალბათ უმნიშვნელოა. აი ამ ყველაფერში გაგვარკვევს დღეს მოკლედ მიზეზშედეგობრივ კავშირებში ქალბატონი ნინო, რომელიც ჩვენთან იმყოფება დილიდან. მადლობა პირველ რიგში სტილობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. საკუთრებით აქტუალური საკითხია და განსაკუთრებით ისეთი ნაცნობი ფრაზები ყველასთვის. ან გითქვამს, ან მოგისმენია, ან ორივე. რეალურად ხომ ასეა, ყალიბდებით ისეთ ადამიანებად, რაც ხშირად გვესმის ხოლმე და შესაძლოა ჩვენი მშობლის მითითება, საქციელი ფრაზა ბავშვობაში და თინეიჯერობაში არ მოგწონდეს, მაგრამ მე აღმოვაჩენთ, რომ იგივე უთხარი ჩემს შვილს და იგივენაირ პიროვნებად ჩამოვყალიბდი მეც. როდის გადადის დანაშაულის შეგრძნებაში სიყვარულის მტკიცება? ცოტა არსობრივად შევეხოთ. რატო ერთდება ორი ადამიანი? რატო იქმნება ოჯახი, ხო? ეს ყველაფერი უნდა იყოს გაცნობიერებული და ძალიან გააზრებული. შვილი ისედაც შეიძლება გაჩნდეს ხო ოჯახის გარეთაც, მეურნეობაც საერთო მეურნეობისთვისაც არ იქნება ოჯახი ისედაც შეიძლება ხო? ორი ადამიანის ერთად ყოფნა, ეს არის რაღაც საოცრება. მე ესეთი მეტაფორა მომდის ყოველთვის, როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, რომ ორი ადამიანი დგას და ორივე ერთმანეს წყავს და ორივე აყვავდება და გამოსცემს იმ თავის მერე ნაყოფს, რაც უნდა გამოსცეს, რაც უნდა მერე ადამიანმა ცხოვრებაში რეალიზდეს და ის ნაყოფი რაც არის მასში ჩადებული რეალიზდეს ის ტალანტები და ნიჭები ხო და ორი ადამიანი როცა ერთდება ძალიან ეხმარება ამაში ერთმანეთს ჯერსეთი ორივე ერთმანეთის სარკეა და ძალიან გვეხმარება პიროვნულ ზრდაში იმიტომ რომ როგორც სარკეში შეგიძლია ჩაიხედო შენს მეუღლეში ან შენს პარტნიორში რაც არის ახლა არ ვიცი არ აქვს მნიშვნელობა და ამ სარკეში ყველაფერს ხედავ შენ რა გაქვს სამუშაო საით უნდა განვითარდე რა გაკლია რა თვისებები უნარები ხო და ერთმანეთს ძალიან ეხმარება ორი ადამიანი პიროვნულ ზრდაში თუ ეს ჯანსაღი კავშირია რა თქმა უნდა ხო ამ სიყვარულის გვირგვინი არის შვილი და საოცარი საჩუქარი და შვილი კიდე უფრო მეტად გვასწავლის უპირობო სიყვარულს. ფაქტიურად შვილი გვასწავლის სრულად ამ უპირობო სიყვარულს, იმიტომ კი ვამბობთ რომ მეუღლეც უპირობოდ უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის, მაგრამ ეს ძალიან რთულია. აი შვილი ამას მართლა გვასწავლის. შვილი შეიძლება რომ აი მიიღო მართლა ისეთი როგორიც არის უპირობოდ და ეხლა მე 3 ქალიშვილი მყავს და 11 შვილიშვილი. ხო და ძალიან გვასწავლიან ჩვენი შვილები ამას, როგორ შეიძლება ადამიანი უბრალოდ აი ეს რაღაც საოცარი სამყარო არის თითოეული ადამიანი მიიღო ისეთი როგორიც არის და შენ უბრალოდ გვერდიდან დატკბე ამ მშვენიერებით. იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ამოუწურავი, რაღაც საოცარი, უკიდეგანო სამყარო, ხო? და შვილს თუ ასე შეხედავ, შენ პირველ რიგში იმის მაგალითს აძლევ შვილს, რომ შენ თავსაც და შენ პიროვნებასაც პატივს სცემ და მის პიროვნებასაც პატივს სცემ, ხო? და სამყარო ხო ჩვენი იწყება, ჩვენით იწყება და ჩვენ თუ ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის ჩვენ ვიქნებით მთავარ როლში იმ ფილმში, რომელიც რეჟისორიც ჩვენ ვართ, რომელიც არის ჩვენი ცხოვრება, ყოველთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მთავარ როლში და არასოდეს არ უნდა დაუთმოთ არც ერთი წუთი თუნდაც ეს შვილი იყოს ის მთავარი როლი, მაგრამ აი ხდება ისე, რომ შვილის გამო გვერდით გადაიწევს მშობელი, როგორც წესი ეს უფრო დედაა და იმ მთავარ როლს უთმობს შვილს. და მერე უკვე შვილი რო იზრდება, მშობელს გონია, რომ ამ ფილმში ის უნდა წარმართავდეს იმ ის როგორ მოიქცევა ის მთავარი გმირი. შვილმა უნდა დაუბრუნოს ის, რაც დედამ დათმო. უნდა დათმო. ხო და ეს არ არის სწორი. ანუ ჩვენ არასდროს არ უნდა დავთმოთ არც ერთი წუთი ჩვენს ფილმში, ყოველთვის ჩვენ უნდა ვიყოს
მთავარ როლში. და შვილს პირველ რიგში ჩვენ რის მაგალითს ვაძლევთ, რომ პატივს ვცემთ ჩვენს სურვილებს, ჩვენს მოთხოვნილებებს და სურვილი ეს არის ხელშეუხებელი, ჩვენი თავისუფალი ნება. თუ ჩვენ ესეთი ვართ და მოახერხეთ, რომ აი ამ ინფანტილიზმიდან გავიზარდეთ და პიროვნება ჩამოყალიბდით, მაშინ ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ჩვენს სურვილებს და პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს სურვილებზე. ამის მაგალითს ვაძლევთ შვილს და ასევე ვექცევით მე შვილს, იმიტომ რომ იმის თავისუფალ ნებას პატივს ვცემთ და მაშინ უკვე გამორიცხულია, რომ უთხრათ, რომ აი მე შენს გამო, იმიტომ რომ მე შვილთან მაშინ გულწრფელი ვარ. სულ პატარაობიდანვე ყველა ასაკში ყველაფერი ესმის ბავშვს, ხო? სულ პატარაობიდანვე მე შემიძლია ის კი არ უთხრა რომ შენს გამო მე რაღაცას დავანებე თავი და დისერტაცია აღარ დავწერე ან რაღაცა, ხო? პირიქით ვეუბნები რომ შენ მე იმხელა ენერგია მომეცი და შენ მე იმდენი რამე მასწავლე რომ ეხლა მე ჩემს სურვილებს სულ სხვა ხარისხით შევასრულებ და ყველა სურვილს ავისრულებ, იმიტომ რომ იქ სავსე ვარ შენი სიყვარულით. ხო? ეს იწყება ურთიერთობების მიმართ გადადგმული ნაბიჯებით, ხო? ზუსტად. კი ბატონო, აი ზუსტად პარტნიორს. კი, ზუსტად და გულწრფელობაა მთავარი, მართალი ყველგან გადარჩება. აი სალმონის სიტყვებიც არის, რომ არასა და მიხილავს მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა. ანუ მართალი ყველგან გადარჩება ყველა სიტუაციაში და ეს არის წამყვანი წყვილის ურთიერთობაშიც და შვილთან გულწრფელობა. რომ თუნდაც შენ გინდა რაღაცა, მაგრამ ჯერ პატარა ბავშვი ამას ვერ აკეთებ, ამას გააჩნია როგორ მიაწვდი, როგორი სიყვარულით ეტყვი და შვილს რაც შეეხება ჩვენ თუ აი ესეთი პატივისცემით და მისი პიროვნების პატივისცემით გავზრდით, უკვე შვილმა იცის, რომ აი სიცოცხლე, რომელიც მასში გაგრძელდა ჩვენგან, ეს სიცოცხლე არის ისეთი მთავარი, რომ სულ ყველაფერი შეეშალოს მშობელს, მარტო იმისთვის შეიძლება მადლობა უთხრას მშობელს, რომ სიცოცხლე მისცა და გაგრძელდა ეს სიცოცხლე. სხვათა შორის აი ახლა სააღდგომოდ ვუყურავდი ქრისტესნობას და ვფიქრობ, ბევრი რაღაც ხომ არის ჩვენთვის მაგალითი, ხოლო მაგალითად მშობლებთან ურთიერთობის დროს ხშირად 10 მცნებიდან ერთ-ერთი გვახსენდება, რომ პატივი უნდა სცე დედასა და მამასა შენსა, ხო, მაგრამ აი ვფიქრობდი ღვთისმშობლის დამოკიდებულებაზე იესოს მიმართ. ანუ ისე დაიბადა იესო უბრალოდ ახარეს მარიამს, ასე ვთქვათ, რომ გახდებოდა მისი დედა და შემდეგ უკვე ეს მოწამეობრივი გზა როგორ თანადგომით და თანაზიარობით, აი უბრალოდ უგებდა. კი, თანადგომით, კი და მეგზურობით და სიყვარულით. და ნახეთ, ერთი იგავია გენიალური და თუ გვაქვს დრო მოვყვები, ესეთი იგავია, რომ ერთ ბრძენ ადამიანს შეეძინა ვაჟი და ასტროლოგს მოუხმო და უთხრა, რომ აი რას მეტყვიო, როგორი ბედი ექნებაო ჩემ შვილსო და ასტროლოგმა უთხრა, რომ ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა გითხრაო, რომ ცოტა ხანს იცოცხლებსო ძალიან შენი შვილიო და შენ ბრძენი ადამიანი ხარო და ზუსტად მიხვდებიო აი იმ პატარა დროშიო რა არის მთავარი, რომ რა უნდა ასწავლო შენ შვილს, აი მთავარი, იმიტომ რომ მეც ვერ მოასწრებო, მთავარი ასწავლეო და მართლაც ასწავლა ეს მთავარი შვილს და გავიდა წლები და ისევ გამოჩნდა ეს ასტროლოგი და ხედავს, რომ ეს ბიჭი გაზრდილია და გაუკვირდა, როგორო ეს არანაირად ცოცხალი არ უნდა იყოსო და რა ასწავლე მითხარი ესეთიო, რომ ესე მოხდაო და მე ვასწავლე უფროსების პატივისცემაო და მე აქ დავამატებდი ზოგადად ადამიანის პატივისცემას. იქ კი ესეა ნათქვამი, რომ პატივისცემა უფროსების მიმართ და მადლიერებაო. და ესე იგი ამ ასტროლოგმა თქვა, რომ ეხლა ჩემი რეპუტაცია ილახება მოკლედო და მე უნდა წავიდე ეხლა სიკვდილის და სამართლიანობის ღმერთთანო და იმას ვკითხო რაშია საქმეო და წაიყვანა ეს ბიჭი და მივიდნენ ამ სიკვდილის და სამართლიანობის ღმერთთან და ეკითხება, რომ აი ესეო ყველანაირად უნდა გარდაცვლილიყო და გითხარი რა ხდებაო, რატო არ გარდაიცვალა ეს ბიჭიო და ამ დროს ამ ბიჭმა თაყვანისცა ამ ღმერთს, ვაიმე რა ბედნიერი ვარ შენ რო ხედავ. ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე არისო, რომ ნება მომეცი, რომ თაყვანი ქცეო და ჩემი პატივისცემა შენს მიმართ გამოვხატო, რომ გნახეო და როგორი ბედნიერი ვარო და აწიაო სიკვდილის და სამართლიანობის ღმერთმა ესე ხელი და თქვა, რომ შვილო გლოცავ და დიდხანს სიცოცხლეო. და მაშინ ეს ასტროლოგი მიხვდა რაში იყო საქმე, რომ შენ ცოცხალი ხარ აი ამ დალოცვითო. და იმიტომ ხარ ეხლა ცოცხალიო.
ხო და აი ეს მართლიერება, ეს სიყვარული და დალოცვა და ეს გულწრფელობა. რამდენად მნიშვნელოვანია. აი ეს პატივისცემა პიროვნების, აი ეს არის გადამწყვეტი. რით შეგვიძლია ეს ფრაზები შევცვალოთ, აი ეს უპირობო სიყვარულს, ორაზროვანი ფრაზები, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც შესაძლოა სიტყვიერად ძალიან დიდ სიყვარულს გვიხსნიდეს, მაგრამ ტონი იყოს ისეთი, რომ საპირისპიროსკენ აი ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანე ლაშა წერან. და იყოს მტკივნეული. აუხსნათ მაყურებელსაც ძალიან ხშირად მე პირად მაგალითზე შემიძლია ვთქვა, სულ კამათობ ხოლმე დედაჩემთან რაღაც გარკვეულ საკითხებზე. ვცდილობ რომ მაქსიმალურად გავითვალისწინო მისი აზრი, მაგრამ საბოლოო ჯამში ვაკეთებ ისე, როგორც მე მგონია სწორი. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მართალი ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ პასუხისმგებლობას როცა ვიღებ საკუთარ თავზე, გადაწყვეტილებაც მე უნდა მივიღო. ბოლოს საუბარი მთავრდება ხოლმე, ხანდახან ასე ხდება. როგორც შენ გინდა, ისე გააკეთე. ეს სხვა ცალკე აღებული ფრაზა რო ავიღოთ, რეალურად ძალიან კარგია. ხო, რაც გინდა ისქენი, ნიშნავს, რომ თავისუფალი ხარ, მე არაფერში არ გსხუდავ, მაგრამ ხშირად მშობლების ამ ფრაზაში იგრძნობა ხოლმე წყენა, რომ აი შენ თუ ისე გააკეთებ, როგორც შენ გინდა, მე ამით მაწყენილებ. აი, რასთან გვაქვს საქმე? კი. ხო, ეს ძალიან ხშირია, რომ რაც გინდა ისქენი, მაგრამ ეს ითქმება ისეთი სახით და ისეთი ხო, იმას ვერ გააკეთებ, რაც გინდა. გამოიწვია. არ უნდა გააკეთო, მაგრამ ამ დროს გეუბნება. სამშობლოს ღალატის ტოლფასია იმის გაკეთება, რაც გინდა. ამ დროს რაც გინდა ისქენი. ეხა აქ ცოტა არის ნაკლებობა ამისი, რომ უჭირს მშობელს, რომ მაინც პატივისცეს თავისუფალ არჩევანს, შვილის თავისუფალ არჩევანს. თუნდაც შეეშალოს ზუსტად ჩვენ გვაქვს ამ შეცდომის უფლება, რომ ამ შეცდომებზე ვისწავლოთ და ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ. მაგრამ განსაკუთრებით ქართველი დედა ყველანაირად ცდილობს, რომ შეცდომისგან დაიფაროს შვილი. მით უმეტეს იმ რთულ პერიოდ გამოვლენ მშობლებზე არის საუბარი, 90-იანი წლები. ძალიან მძიმე პერიოდი გამოვლენ. ძალიან და მე მესმის. თუნდაც ელემენტარული საკვები მოიტანათ. კი, მეც მაგ პერიოდში ვიყავი მშობელი და მახსოვს, რომ აი დიდი მუცლით ფეხმძიმე ვიდექი პურის რიგში და არავინ აზრათაც არ მოძდიოდა, რომ თქვათ იქ რიგი დაეთმო, იმიტომ რომ ყველას თავისი წილი პური სახში უნდა მიეტანა. ეს ჩვეულებრივ იყო გადარჩენისთვის მართლა ყოველდღე. ეს ძალიან გასაგებია, რომ მე მართლა დიდი რაღაც ჩადეს და უკვე იქ პიროვნულ განვითარებისთვის არავის არ ეცალა, მარტო ის იყო წლები, რომ როგორმე გამოგეკვება შვილი. მაგრამ მე როცა გადაიარა ამან, ხო? მე უკვე ეხლა სულ სხვა სიტუაცია, ხო? ის ძალიან გასაგებია მართლა. და ნახეთ, თუ მე კონტაქტში ვარ, ყველაფერი ჩემგან იწყება. თუ მე კონტაქტში ვარ ჩემს სურვილებთან და პატივს ვცემ ჩემს თავისუფალ ნებას და ყოველთვის ვაჟღერებ ამას გულწრფელად, რომ მე ეს მინდა ხალხნო და აი მე ვაჟღერებ ამას, რომ ეს ჩემი სურვილია. სურვილი არის ღმერთი, ნამდვილი სურვილი, ოღონდ გამრუდებულ სურვილებზე არ არის ლაპარაკი, ხო? ისეთი ნამდვილი ეგ ამაშია მთავარი და ამისთვის ვიბადებით ჩვენ, რომ ჩვენ სურვილებს უსმინოთ და ჩვენი გამოცდილება, ჩვენი ემოციური გამოცდილება, აბა მეც აქედან ვერაფერს ვერ წავიღებთ. ჩვენი გამოცდილება, როგორ რეალიზდა თუნდაც იმ შეცდომაში, რა მასწავლა იმ შეცდომამ, ხო? მაგრამ აი ეს აქ უკვე ძალიან დიდ შეცდომას უშვებს მშობელი, რომ იმას ის რო თulis, რომ ასეა სწორი, აიძულებს შვილს, რომ რასაც თვითონ თulis სწორი, რომ ისე მოიქცეს, რომ მე ეს გავიარე, მე ეს ვიცი, მე ეს გზა კი ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია შვილის თავისუფალი ნების პატივისცემა. აი პროფესიის არჩევაში ხშირად არის. ძალიან ხშირად. კი, ძალიან. ცალკე უნდა ზოგიერთ ადამიანს გადასვლა ამაშიც, ხო? ზოგადად ნებისმიერ გადაწყვეტილების მიღებაში, ხო? გონია რომ მისი გადასაწყვეტია ეს. კი. მანდაც ძალიან ხშირად ერთი თემა არის ის, რომ თვითონ რა სურვილიც ვერ შეისრულა და სურვილი მართლა მთავარია ადამიანის ცხოვრებაში. ის სურვილები უნდა შესრულდეს თუ და რო ვერ შეისრულა, მე ეს სურვილი უნდა აისრულო შვილში და ამითია ბედნიერი. ხო, და ამითია ბედნიერი, რომ მე ვერა, მაგრამ აი ჩემი შვილი მუსიკოსი გამოვიდა და მე რო ვოცნებობდი და შენ რო ოცნებობდი, ყოველთვის შეგიძლია რაღაცა დოზით ის ოცნება აისრულო. ნებისმიერ ასაკში. ხო, ნებისმიერ ასაკში. ნებისმიერ ასაკში. მე ახლა სიმღერაზე დავიწყე სიარული, იმიტომ რომ სულ მინდოდა. და იქ ნუ მაშინ ვერ მოხერხდა რაღაც. მე რა ეხა დავდივარ და არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავს და გიждები გოგოს ისე მიყვარს. ხო და ნახეთ, ყველა ასაკში თუ ზუსტად ისე არა, რაღაც მიმსგავსებულად მაინც, ეხა მაგალითად ძალიან მოდაშია სუქანი ქალები დადიან ბალეტზე.
და არის ესეთი წრეები. ანუ თუ მაშინ რაღაც გარკვეული პირობები იყო საჭირო, რაღაცა რომ ბალეტზე გეარა, შეიძლება თანხაც არ ქონდათ მშობლებს. ეხა ნებისმიერ ფორმაში, ნებისმიერ სიტუაციაში არის უკვე ეს ყველა სურვილის ასრულება ნაწილობრივ შეიძლება. ნაწილობრივ, მაგრამ ის ნაწილობრივ შენ იმდენად გაბედნიერებს, რომ ისრულებ იმ სურვილს. ცხოვრება გვაძლევს ამის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ამიტომ აი რა ფორმით აისახება ეს მომავალ გადაწყვეტილებებს, რომ კაფეოდ რო ჩამოვაყალიბოთ მაგალითად მსგავსი ფრაზები უკვე შვილის გადაწყვეტილებებზე, ხო? და როგორ შეიძლება რომ ეს ქცევითი მოდელი თაობიდან თაობაზე აღარ გადავიდეს და სადღაც გაწყდეს ეს წრე? პირველი არის, რომ ეს არის ჩვენი საჩუქარი, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, შვილი, რომელიც არის ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ჩვენ მხოლოდ სამყარო გვაბარებს ცოტა ხნით, რომ მივცეთ მიმართულება, მივცეთ სიკეთე, სიყვარული, ავავსოთ, შევმოსოთ ამ სიყვარულით და მე გაუშვათ თავისი ცხოვრების გზაზე. ეს მეტაფორაც არის, რომ ის არისო შვილიო და უნდა გაისროლო და აი თამამათო და იმას თავისი თვითონ წავაო რა და თავისი ცხოვრების გზა. შეგუებით ხო თავად მშობელმა, რომ თავიდანვე გააზრებული უნდა ქონდეს. თავიდანვე, რა თქმა უნდა. აი ეს არის მნიშვნელოვანი. და მოულოდნელი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს არის გაცნობიერებული ცხოვრება, ამას ქვია, რომ სტიქიურად კი არ ვაჩენთ შვილს. ჩვენ ვიცით რისთვის ვაჩენთ, რომ ვაჩენთ აბსოლუტურად სხვა პიროვნებას, რომელსაც მე უბრალოდ ვეხმარები, მეგზურობას უწევ, რომ გავიდეს ცხოვრებაში და მე უკვე თავისი გამოცდილება მიიღოს და თავისი სურვილები აისრულოს და თავისი ნიჭი რეალიზდეს და არა ის, რაც მე მინდა და მე ვერ შევისრულე, ხო? და ეს არ არის იოლი. არ არის იოლი, იმიტომ რომ მე არა ვარ კონტაქტში ჩემს სურვილებთან. მე ვერ გავბედე ჩემი ნიჭების და უნარების რეალიზება მშობელმა და ამიტომ მგონია რომ იქაც მაქვს უფლება რომ შევიჭრა იმის საზღვრებში და არა მაქვს უფლება რომ შევიჭრა იმის საზღვრებში. თვით უარყოფას იწევს ხოლმე ეს შვილებში? ხო, მე ნახეთ შვილი გააჩნია რა ტემპერამენტის არის, როგორი მონაცემები აქვს, როგორი ხისა აქვს, ხო, ყველაფერს გააჩნია და ამან შეიძლება შულზე ისე იმოქმედოს, რომ იმან თავისი ცხოვრებით ვერ იცხოვროს და შეესაბამოს მშობელს და ის უბედურია. თუ შენი ცხოვრებით ვერ ცხოვრობ, ნუ ვერასდროს ბედნიერი ვერ იქნებ. თუმცა აქაც ალბათ აი ოქროშუალედის დაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი შვილების მხრიდანაც, რომ არც ბოლომდე არ გადაუსვათ ხაზი და გავითვალისწინოთ გარკვეულწილად ის გამოცდილება, რაც ჩვენმა მშობლებმა მიიღეს, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადოთ და მე ვისწავლოთ ჭკუა, როცა რაღაცის მარტივად სწავლა შეიძლება, რატომაც არა. მაგრამ თან ეს დამოუკიდებლობაც არ უნდა დავკარგოთ, ალბათ ეს არის ყოველ შემთხვევაში ეს ერთად შესაძლებელია. კი, ეს ერთად შესაძლებელია და აი აქ ზუსტად გვეხმარება გულწრფელობა და სიყვარული. და იმ თავარი არსის დანახვა ადამიანში, ხო? რომ შეიძლება ეშლება, მაგრამ არასდროს არ უეტყვი იმ შვილს, რომ შენ მძდელი ხარ, დებილი ხარ, ისა, ხო? არს ხედავ, იმ თავარს ხედავ, რაც არის ადამიანში, არ ვაფასებ ცუდად და თუნდაც შვილი გულწრფელად ეუბნება დედას, რომ მე მესმის დედა, რომ შენ ძალიან გინდა, რომ ეხლა მე მაგისტრატურაში ჩავაბარო, მე ეს მესმის, მაგრამ ნახე მე ხარ ასრულები მაქვს, მე ეხლა მაგ დაგეგმილი, რომ ენა ვისწავლო, ცეკვაზე უნდა ვიარო, რასაც ბავშვობიდან ოცნებობდი, იმიტომ რომ შენ ვერ მატარე და მე შემიძლია 2 წელიწადში ჩავაბარო. აი როცა გულწრფელად დაელაპარაკება, ამას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. თუნდაც იქ ცრემლიც არის ხოლმე, რომ იმდენად გინდა რაღაცა, რომ შენ ტირი ხარ, გეტირება იმდენად გინდა და ეხლა ამ ცრემლის წინაშე რომელი მშობელი არ დაყრის ფარღმალს და თეთრ დროშას არ აფრიალებს, ხო? ფანტაზიის გამოყენება შეუძლიათ. რა გულწრფელობა, აი ამას ვერაფერი ამაზე მეტი სიყვარული, თქონთ, საუბარი სიყვარულით და გულწრფელად, რომ ყველაფერი ვთქვათ, არ იცის ადამიანმა შენ რას გძნობ, შენ უნდა თქვა რას გძნობ და როდესაც ეტყვი, რომ დედა ძალიან მიყვარხარ, როცა ასე იწყებს საუბარს, რომ გამანებე თავი, ესე კი არა. დედა მე შენ ძალიან მიყვარხარ და შენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვიცი რომ შენს გიყვარ ვარ და ეს ბავშვობიდან ვიცი და ნახე მე ეხლა ეს ძალიან მინდა და მე მგონი ეს შესაძლებელია და მოდი მე ესე გავაკეთოთ. აი ხა ამას წინ რამე დაუდგება. მაგრამ ჩხუბი რომ გამანებე კალო თავი ფორმულირება არის თავარი გასაღები ალბათ ასე რომ ზოგადად ნებისმიერ გახსნილი გულღია გულწრფელი სიყვარულით საუბარი და მადლიერებით რომ გიფასებ რაც გამიკეთე ვიცი რაც გამოიარე ჩემს გამო თუნდაც იმ 90-იან წლებში და ამას ზად ვაფასებ და მადლიერი ვარ და როგორც ის იგავი რომ მოვყევი იქ დედა აწევს ხელს და შვილო გლოცავ კეტყვის
თუმცა ალბათ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა შვილი უკვე ზრდასრულ ასაკშია, მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, რომ აი ეს რაღაცები ჩავაწყვეტოთ მოკლედ ბავშვობიდან თუ არ არის ის გულწრფელობა და სიყვარული ზრდასრულთან უკვე აღარ აქვს. მე მიღებაც უჭერთ ხოლმე შვილებს გარკვეული ასაკის შემდეგ, თუ მანამდე არ მოხდა ამ ნიადაგის მომზადება. და მანამდე რითი ხდება, რომ ყველა ასაკში ვასწავლით, რომ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. რომ აი თავის არჩევანს პატივისცეს და მე ამ არჩევანზე რაც აირჩია აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ის განახორციელოს და ეს ყველა ასაკში შეიძლება. ხო, რაღაც ასაკში, თქვა, უნდა ტანსაცმელი თვითონ ჩაიცვას. რაღაც ასაკში უკვე თვითონ უნდა შეჭამოს. აღარ უნდა აჭამო კოვზით. რაღაც ასაკში უნდა დაალაგოს თავის სათამაშოები. ხო, და ასე შემდეგ და აი ესე ნელ-ნელა ის ემზადება იმ ცხოვრებისთვის, რომ უკვე თამამად გაბედულად გადადგას თავისი ნაბიჯები ცხოვრებაში. რომ შევეჯამოთ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიყვარული და გააზრება იმ ყოველი ნაბიჯის და გაცნობიერება, რისთვის აკეთებ, რატო აკეთებ, რა არის ეს შვილი, რა მოგეცა, ვინ არის. ის არ არის შენი კუთვნილება, ხო, რაღაც საკუთრება, ან შენი ოცნების ამსრულებელი, ან შენი ოჯახის შემაკავშირებელი, ან კიდე რომ გარდაიცვლება ბავშვი და იმის სახელს არქმევენ, თითქოს იმას ჩაანაცვლებენ, ხო? ან ის იმიტომ აჩენენ, რომ ქმართან შეაკავშიროს და არ გაშორდეს ქმარი, მთელი ამბებია, ხო? ეს არაფერი არ არის. ის არის უდიდესი საჩუქარი შენთვის, რომელიც გზრდის და გასწავლის ამ უპირობო სიყვარულს და სხვისი პიროვნების და საზღვრების პატივისცემას. ძალიან საინტერესო იყო და მრავლის მთქმელი და მომცველი იყო თქვენი საუბარი ჩვენთვის. იმედი მაქვს, რომ დავფიქრდებით კიდევ უფრო მეტად და მივიღებთ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც შემდგომში ჩვენს ცხოვრებასაც და ჩვენი შვილების ცხოვრებასაც კიდევ უფრო მარტივს, ლახს და ბედნიერს გახდის. მშობლისთვისაც და ყველაზე დიდი ბედნიერება არის შენი შვილის ანთებული თვალები, როცა იცი, რომ შენი შვილი არის ბედნიერი და მადლიერი იმ ყველაფრით, რაც აქვს. ამაზე დიდი ბედნიერება მე ეჭვება, რომ რაიმე იყოს მშობლებისთვის და ალბათ მე და თეოც, როგორც ახალბედამშობლები, რაღაცნაირად უნდა ვცადოთ, რომ ეს ყველა მიღებული რჩევა გავითვალისწინოთ და კიდევ უფრო სწორად წარმართოთ ურთიერთობას. და კიდევ უფრო ფრთხილად გადავდგამთ. კი ბატონო, სხვისი მაგალითების გაითვალისწინოთ. კი, ამ ყველაფრის მოსმენა. მადლობა მინდა გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა.